მე შენ მილიონჯერ გაგაფრთხილე რომ ნინოს ნურაფერს ნუეუბნები. ნინო არის გოდერძას ქალი. გესმის? გოდერძას ქალი. როგორც მიმტანი, ამის მიმტანი და გამრჩევი, ისე ყველაფრის გამკეთებელი არის რა. აი ეგრე არიან ეგორნი გადაბმულები. ხო და მე მილიონჯერ გითხარი, ნინო რა, ნინო რომელ ნინოზე არის? ლაპარაკი შეიძლება ახლა ეს ჩვენი საუბარით ადგე და წახუდი ან გოდერძას უთხრა, ან ნინოს უთხრა, მაგრამ მე თალფეხზე მკიდია, მაგრამ პირდაპირ გეუბნები რა. მე იმიტომ გელაპარაკები აი ესე რომ ადგე წახუდი და ამბავი მიუტანო შენ. ისედაც ვიცი რომ მიუტან ამბავს. და ძალიანაც კარგი, ზუსტადაც მინდა რომ ამბავი მიუტანო, გინდა ნინოს და გინდა გოდერძას. ერთის დედასაც შევეცი, მეორეს დედასაც შევეცი რა. სულ თალფეხზე მკიდია, ერთი ვინ არის და მეორე ვინა. ვინც ვალერას არასწორად შეეხო, იმის მკვდარ ცოცხალს შესეს ვირმა. წადი და ეგეც გადაეცი. და ვალერას რო ყველა არასწორად შეეხეთ, დედა ბუდიანად სულ ყველამ რა. ღმერთავთ ხო რომ ანალოგიური დაუდგეს სულ ყველას. აი ეგ არის თქვენი ვაჟკაცობა, თქვენი თანადგომა, თქვენი თანამშრომლობა, თქვენი თანამშრომლობა. მოვთხან მე კიდე და მე თუ არა თელმა საგარეჯო. აი ეგ დაუჩალიჩეთ ზუსტადაც ვალერას. და ვალერა ზოგადად მაგას არ იმსახურებდა და მაგ კაცობაში კიდე და თანამშრომლებში ყველაზე მაგარი იყო ვალერა. ვალერაზე მაგარი ადამიანი, თანამდგომი ადამიანი, მაგარი კაცი არავინ არ ახართ მან არც ერთი. რა ქვია, თანამშრომლიანად უფროსიანად ჩათვლით კიდე რა. შესეს ვირმა ყველას, არასწორს. და ვაფშე ზოგადად ვალერაზე და ამ თემაზე აღარაცოდეს აღარ დამილაპარაკო, იმიტომ რომ ჩემზე გამწარებული არც შეხარდა, არც არავინ არ არის. ყველას გაგიხარდათ. ვალერას წასულა, რაც გინდოდათ ის გააკეთეთ. და ნინოს თუ გაუხარდა მაგის იწასულა და გაუხარდა და მაგან მიიტანა და დილის 9-ზე რო წივილი გაგონდა, ნინოსაც მოელევა. მოერევა, ანუ ნინოსაც დაუდგება ის დღე რა. აუცილებლად სულ ყველას. გინდა მე ვიყო რა. სულ თალფეხზე მკიდია, მე ვიქნები, ვინ იქნება თუ რაღაც. ვინც მაგ საქმეში ცხური ჩაყო,